ახლა კი სტუმრის დროა და ჩვენი გადაცემის გართან მოდგა ქალბატონი მაყვალა ციხლაძე. მოგესალმებით, ქალბატონი მაყვალა. ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა, რაღაც თქმა უნდა და ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს რომ კარგი სტუმრობა გამოგვივა. ისე რა არის ცხოვრება თქვენ სიმღერებზე გავიზარდე და ამიკოს სიმღერებზე ვბერდები. ისე დროს გახდით ქალბატონი მაყვალა თქვენ პოპულარული რომ მაშინ ერთადერთი რაც გვართობდა თქვენი სიმღერები იყო ისევე როგორც 90 წელიწადში ერთადერთი თქვენი სიმღერები იყო რაც გვათფობდა. გართობდა და გართობდა. კი ბატონო, იმ დროს გვართობდა, შემდეგ უკვე გვათფობდა, პრინციპში ერთი და იგივეა. როგორ გაიხსენებდით ისე ამ დროს? ის დრო ძალიან კარგი იყო. ნუ რაღა დაგიმალოთ და მართლაც და ყოველ შემთხვევაში შემოქმედებითა ძალიან ნაყოფიერი იყო. ნამდვილად. ისეც კარგი იყო და ასეც კარგი იყო. ყველანაირად კარგი დრო იყო. ისე თქვენ სიმღერებზე მართლა ბევრი თაობა გაიზარდა, ბევრი შემოდგომა მოდგა კართან, ბევრმა გაიაზრა რა ყოფილა სიჭაბუკე და ბევრმა წლებმაც გაირბინა. ფაქტურად თქვენი სიმღერები შეიძლება მთელი ცხოვრება ნელ-ნელა ფეთრდებით. ქალბატონო მაყვალა, თქვენი სიმღერა სიჭაბუკე, აი ყველა ძალიან გვიყვარს, მთელ საქართველოს, ჩვენ მთელ გუნდს და ყველას, ვინც განსაკუთრებით აი შენ და დათოს. ძალიან. რაო, განსაკუთრებით ჩვენს ასაკს უსვამს ხაზს ყოველთვის არ გამოტოვებს ხოლმე არც ერთ მომენტს. დიდი მადლობა ჩემო ამიკო. არა, ზურავიძე. ისე ქალბატონო მაყვალა ქალბატონო მაყვალა ისე კარგად ფლობთ გიტარას თან 7 სიმიან გიტარას რომელიც ესე 6-ად გადაკეთებული გაქვთ ხო 6 სიმიანად მოკლედ გიტარას ძალიან კარგად ფლობთ ფაქტიურად თქვენ წარმოუდგენელი ხართ ისევე როგორც ჩემთვის ამიკვარის წარმოუდგენელი ვალების გარეშე მეხუმრე გადამაყოლა ამ 7000 ლარს თუ დოლარს თუ რომელიღაც არის ევრო ხო კარგი რადგან არის ვენებ ჩემო ამიკო მოგეხსენებათ თქვენ სიმღერებზე ძალიან ბევრი თაობა ბევრი ადამიანი არის გაზრდილი მაგრამ როგორც ჩანს ამიკოს დააკლდა თქვენი სიმღერების მოსმენა კაი რა ზურაბიძეა რა ისე ძნელად ნახავდით ქალბატონო მაყვალა ისეთ ოჯახს რომელ ოჯახშიც თქვენი ფირფიტა არ იყო და ესეთი ტრადიციაც იყო რომ ქორწილზე ვეფხისტყაოსანთან ან ბიბლიასთან ერთად თქვენს ფირფიტას ჩუქნიდნენ ხოლმე ნებედედობას იყო მე მგონი ხო ასეთი ამბავი კი იყო კი ბატონო ეხლა ქალბატონო მაყვალა თქვენ ვიცი რომ ძალიან კარგად იცით ხოლმე რაღაცეების მოყოლა ამბების გახსენება და ძალიან კარგად ფლობთ რა თქმა უნდა გიტარას ეს უკვე აუღნიშნეთ და კიდევ ერთი ნიჭით ხართ დაჯილდოვებული ამ სიმღერასთან ერთად კარგი მოყოლა იცით ანეკდოტების შეიძლება თუ შეიძლება აგერ ასპარეზი თქვენთვის დაგვიტყვია და სიამონებით მოგისმენთ ხო მიხოს შეხვდა მიტო კახელმა რა თქმა უნდა მიტო ხდება ხოლმე უბრალოდ და მიტოს ეუბნება მიტო შარშანო ერთი საგზურითაო თელმა ოჯახმა დავისვენეთო ეგ როგორაო ის საგზური სიდაც ვაჩუქეთო აუ კარგია ხო როგორი პრაგმატული საჩუქარი იყო დავიმახსოვროთ აბა კიდევ ერთი შეიძლება მე მგონი მიხო მოდის გზაზე მთვრალია და მოდის ბარბაცით ესე თან ღიღინებს რა და ნუ შემხეთ ცოტა მიეჯახასავით რა ცოტა მთვრალი იყო და რა ეკნა ხო მაპატიე თუ ძმახარო მე უნდა თუ ძმახარ ერთი მითხარი შუბლზე რამდენი კოპი მაქვს დაუთავა 3-იო აგაშენა ღმერთმა 2 ხე დამრჩა და სახში ვარ უკვე კარგი
კარგია, ესე იგი, სანამ ჩვენი კოპების რაოდენობას მოიმატებს, ჩემო ამიკო, უნდა გთხოვოთ, რომ ერთი სიმღერა გვაჩუქოთ ჩვენს გადაცემას და გიტარა არა მაქვს. ისეთი გიტარისტები ყავს თქვენი საკადრისი და ისეთი ინსტრუმენტალისტები. იქნება უგიტაროთ მოვახერხოთ სიმღერა და მეც გავკადნიერდები და თქვენთან ერთად აი, მე რა უნდა ვიმღერო ახლა? მე ორკესტრთან მე არაფერი არ გამიკეთებია. მოდი რა ვქნათ, ისე თქვენი ფირფიტა დავატრიალოთ, გავაჩეროთ და რომელზეც გაჩერდება ის სიმღერა ვიმღეროთ. ის არის დუეტები და ახლა მე ერთ ხმაში ხო არ ვიმღერო. აბა მე რას ვაკეთებ? ხო, თუმცა შეიძლება. ქალბატონი მაყვალა ჩიხლაძე ჩვენს ეთერში შესანიშნავი სიმღერით. აბა რომელი სიმღერა? ლა ჰეი! ესეც გოგონია ადმისთანაი რა ყოფილ ხარ ამისთანაი შენი სიყვარული ზოავმა დიდან ბარში ჩამიღვანაი ბიჭო ვარსკვლავ თვალიანო სიყვარულის მინდა წყარო ჩემის თანას ვერ სადნახავ ქვეყანა რომ მოიარო სიტყვადიდოთ ქვეყანაზე სიყვარული ვინც დათესა ჩვენი შუქი შემატოს საქართველოს სინათლესა ლა 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 ჰეი ლა 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 ჰეი ლა 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 ჰეი ჰეი სიყვარულით მოვეფეროთ ცას და მიზანს უხინიანსა შვილი ჩვენი გვალში ედგას თამარსა და ილიასა გულით უნდა გავძახოდეთ სადღე გრძელოს ღვინიანსა გაუმარჯოს საქართველოს მრავალდე და შვილიანსა სიტყვადიდოთ ქვეყანაზე სიყვარული ვინც დათესა ჩვენი შუქი შემატოს საქართველოს სინათლესა ლა 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 ჰეი ლა 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 ჰეი ლა 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 ჰეი 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 ჩვენი სტუმარი იყო ყველასათვის უსაყვარლესი მომღერალი ქალბატონი მაყვალა ჩიხლაძე.